დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. თუთიყუშის მოვლა. თუთიყუშის მოვლა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან ისინი სოციალური და ინტელექტუალური არსებები არიან, რომლებსაც სჭირდებათ შესაბამისი გარემო, კვება და ყურადღება. წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას თუთიყუშის მოვლის შესახებ. გალია და გარემო. გალიის ზომა. გალია უნდა იყოს საკმარისად დიდი, რომ თუთიყუშმა თავისუფლად შეძლოს ფრთების გაშლა და ფრენა. რაც უფრო დიდია თუთიყუში, მით უფრო დიდი უნდა იყოს გალია. მინიმალური ზომები დამოკიდებულია სახეობაზე, მაგრამ ზოგადად, პატარა თუთიყუშებისთვის, მაგ ტალღოვანი, გალია უნდა იყოს მინიმუმ 50 სანტიმეტრზე, ხოლო უფრო დიდებისთვის 100 სანტიმეტრზე. მასალა, უმჯობესია გალია დამზადებული იყოს უჟანგავი ფოლადისგან ან სხვა არატოქსიკური მასალისგან. მოერიდეთ გალვანიზებულ ან ტყუის შემცველ მასალებს. განლაგება. გალიაში უნდა იყოს სხვადასხვა დიამეტრის რამდენიმე დასაჯდომი ჯოხი ხის, პლასტმასის ან თოკის, რათა თუთიყუშმა შეძლოს ფეხების ვარჯიში. ასევე საჭიროა სათამაშოები, კიბეები, ზარები, ხის საგნები, რათა თუთიყუშს არ მობეზრდეს. ადგილმდებარეობა. გალია განათავსეთ ნათელ, თბილ ადგილას, ნაკაწრებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებისგან მოშორებით. მოერიდეთ სამზარეულოსა და სხვა ადგილებს, სადაც ჰაერი დაბინძურებულია კვამლით ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებებით. ჰიგიენა. გალია რეგულარულად უნდა გაიწმინდოს. ყოველდღიურად შეცვალეთ ძირზე დაფენილი ქაღალდი ან სხვა მასალა. კვირაში ერთხელ გაწმინდეთ გალიის ძირი და ჯოხები თბილი წყლით და რბილი საპნით. კვება. ძირითადი საკვები. თუთიყუშის ძირითადი საკვები უნდა იყოს მაღალი ხარისხის სპეციალიზებული საკვები თუთიყუშებისთვის, მარცვლების ნარევი. შეარჩიეთ საკვები, რომელიც შეესაბამება თქვენი თუთიყუშის სახეობასა და ზომას. ხილისა და ბოსტნეულის დამატება. ყოველდღიურად მიეცით თუთიყუშს ახალი ხილი და ბოსტნეული. სასარგებლოა ვაშლი, ბანანი, სტაფილო, ბროკოლი, ისპანახი და სხვა. დარწმუნდით, რომ ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხილია და დაჭრილია პატარა ნაჭრებად. ცილოვანი საკვები. ცილების წყაროდ შეგიძლიათ მისცეთ მოხარშული კვერცხი, მოხარშული ქათმის ხორცი, უმარილო და усუნელებელი ან ლობიო. აკრძალული საკვები. მოერიდეთ შოკოლადს, ავოკადოს, ხახვს, ნიორს, ალკოჰოლს, კოფეინს და მარილს, რადგან ისინი ტოქსიკურია თუთიყუშებისთვის. წყალი. თუთიყუშს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სუფთა, ახალი წყალი. წყალი ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს. საკვების რაოდენობა. საკვების რაოდენობა დამოკიდებულია თუთიყუშის სახეობაზე, ზომასა და აქტივობაზე. ზოგადად, თუთიყუშს უნდა მიეცეს იმდენი საკვები, რამდენსაც ის შეჭამს 15-20 წუთის განმავლობაში. დანამატები. ვიტამინები და მინერალები. თუ თუთიყუში იღებს დაბალანსებულ საკვებს, დამატებითი ვიტამინები და მინერალები, როგორც წესი, არ არის საჭირო. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ვეტერინარმა შეიძლება გირჩიოთ ვიტამინების დამატება, განსაკუთრებით ავადმყოფობის ან სტრესის დროს. კალციუმი. კალციუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდედრი თუთიყუშებისთვის, რომლებიც კვერცხებს დებენ. კალციუმის წყაროდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სეფია, კალმარის ნიჟარა ან კალციუმის ბლოკი. აცრები და ჯანმრთელობა. აცრები. თუთიყუშებისთვის რუტინული აცრები არ არსებობს, თუმცა არსებობს გარკვეული დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინით, მაგალითად პოლიომავირუსი. პარაზიტების კონტროლი. თუთიყუშები მგრძნობიარე არიან პარაზიტების მიმართ, მაგალითად ტკიპები, ჭიები. რეგულარულად შეამოწმეთ თუთიყუში პარაზიტებზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს. რეგულარული შემოწმება. რეკომენდებულია თუთიყუშის რეგულარული შემოწმება ვეტერინართან, განსაკუთრებით თუ შეამჩნევთ რაიმე საიჭვო სიმპტომს, მაგალითად მადის დაკარგვა, ბუმბულის ცვენა, სუნთქვის გაძნელება. რჩევები. სოციალიზაცია. თუთიყუშები სოციალური ცხოველები არიან და სჭირდებათ ყურადღება და ურთიერთობა. ესაუბრეთ თუთიყუშს, ეთამაშეთ მას და მიეცით საშუალება, გალიიდან გამოვიდეს და იფრინოს ოთახში, მეთვალყურეობის ქვეშ. ვარჯიში. თუთიყუშს სჭირდება რეგულარული ფიზიკური და გონებრივი ვარჯიში. მიეცით მას სათამაშოები, რომლებიც ასტიმულირებენ მის ინტელექტს და ეხმარებიან ფიზიკურ აქტივობაში. სისუფთავე. თუთიყუშები სისუფთავის მოყვარულები არიან. რეგულარულად შეასხურეთ თუთიყუშს თბილი წყალის სპრეის ბოთლით ან მიეცით საშუალება, იბანაოს სპეციალურ აბაზანაში. მოთმინება. თუთიყუშის გაწვრთნა შეიძლება იყოს ხანგრძლივი და რთული პროცესი. იყავით მომთმენი და გამოიყენეთ დადებითი წახალისება, მაგალითად ქებას, საყვარელი საკვები. ხმაური. გაითვალისწინეთ, რომ თუთიყუშები ხმაურიანი ცხოველები არიან.
ზოგიერთი სახეობა უფრო ხმაურიანია ვიდრე სხვები. სპეციალისტთან კონსულტაცია. თუ თქვენ ახალი ხართ თუთიყუშის მოვლაში, რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ვეტერინართან ან თუთიყუშების სპეციალისტთან. სტანდარტები თუთიყუშების მოვლის შესახებ ითვალისწინებს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ასპექტს და ხაზს უსვამს ცხოველის კეთილდღეობასა და საჭიროებებს. ეს არის ძირითადი რჩევები თუთიყუშის მოვლის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რომ თუთიყუშის მოვლა მოითხოვს დროს, ძალისხმევასა და ფინანსურ რესურსებს. თუ მზად ხართ ამ პასუხისმგებლობისთვის, თუთიყუში შეიძლება გახდეს შესანიშნავი კომპანიონი და მეგობარი. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.